გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. კი ვთქვი ერთხელ კომენტარებს არ ვკითხულობ მეთქი, მაგრამ ზოგჯერ ვერთობი და ვკითხულობ. 4 შაბათს, როდესაც სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა სააკაშვილს 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე, მე ჩემი საყვარელი რადიო თავისუფლების გვერდზე შევბრძანდი და იქ ეწერა, რომ პიჯაკების საქმეზე სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა. რადიო თავისუფლება ამ кейსს პიჯაკების საქმეს უწოდებს. და რომ არ იცოდე რაშია საქმე, იფიქრები, რომ სააკაშვილმა ალბათ ბრენდული მაღაზიიდან 9 მილიონის ღირებულების პიჯაკები მოიპარა და ამაზე გაასამართლესო. მაგრამ კიდევ კარგი, რომ საქმე იცი. სხვათა შორის, იმავე რადიო თავისუფლებამ 2014 წელს, მაშინ სააკაშვილი არ იყო მათ წრეში პოპულარული, გააშანშალა სტატია ექს-პრეზიდენტის ხარჯები და ელიტური კორუფციის ნიშნები. დიახ, 10 წლის წინ ამას ელიტური კორუფცია ერქვა. ახლა კი პიჯაკებამდე დავიდა საქმე. და დიდი სიამოვნები წავიკითხე ნაცების, შმაცების და სხვადასხვა ჯიშის აკაცუკების კომენტარი რადიო თავისუფლების ამ ახალ გზავნილზე. ძალიან ვიხალისე. კომენტარების მთავარი ნარატივია მიშას 9 წელი თუ მისცეს, მაშინ ბიძინასა და კალაძეს სამუდამო პატიმრობა ელოდებათო. აი ეს ვერ გავიგე თუ რატომ ელოდება მათ სამუდამო პატიმრობა. ანუ რაზე უნდა მიუსაჯონ სამუდამო პატიმრობა არ წერია. კონკრეტიკა არაა მოცემული, ვეძებე და ვერავ პოვე. ერთმა დაწერა, რაც ამათ გაფლანგეს, ამისთვის იმდენ სისხლს ვადენინებთ, რამდენიც რუსის ბარაბანს არ უდენიაო. ახაც ვერ გავიგე, ვინ რა გაფლანგა. ივანიშვილმა გაფლანგა რა, საკუთარი ფული, მოკლედ ყველაფერი არეულია ნაცების ხარამხანაში. აზრი ერთია, ივანიშვილი გასამართლდება იმიტომ, რომ ივანიშვილია. სუფთა ნაცვლი ნარატივი. აი, მინდა რომ გასამართლდეს და ამიტომ გასამართლდება. ის იმიტომ არის დამნაშავე, რომ მინდა რომ იყოს დამნაშავე. მგელი და კრავის ამბავი. ისე რა მაინტერესებს და გასაგებია, რომ ნაცები ავადმყოფი აზროვნების ადამიანები არიან. აი, უცხოელ დამკვირვებლებს რომ ვკითხოთ, მათ ვინც სულ გვაკვირდება, გვაკერდება და ვერ დაგვაკვირდა. და მათ რომ ვკითხოთ, თქვენი ქვეყნის პრეზიდენტმა ასეთი ხარჯი რომ გაიღოს, იქნება დამნაშავე და მერე გადმოულაგოთ ის ხარჯი, რაც მიშამ ბიუჯეტის ხარჯზე დახარჯა. რას გვიპასუხებენ? რეჭვი მაქვს, რომ არაფერს და სხვა რამეზე გადაიტანენ ლაპარაკს, რამე ნეიტრალურზე, მაგალითად ამინდზე. აბა რა უნდა გვიპასუხონ? წარმოვიდგინოთ, რომ პრეზიდენტი მაკრონი ბიუჯეტის ხარჯზე ჩუქნის თავის მეგობარს მობილურ ტელეფონს, ან და ვინმე ქალის დედმამის მგზავრობის ხარჯებს გადამხდელების ფულით აფინანსებს. ან და კიდე ამდაგვარი რამ, რას მოიმოქმედებდა ფრანგული მართლსაჯულება? არაფერს. დახუჭავდა თვალებს, დამუწავდა პირს და მიტრიალდებოდა მაკრონისკენ ზურგით. თუ იტყოდა, რომ ეს ხარჯი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებელი, აუცილებელი ხარჯია, ნურას უკაცრავად. ძალიან მკაცრ პასუხს მოსთხოვდა მაკრონს და ყველას, ვინც ამაში ხელს უწყობდა. დარწმუნებული ვარ, მაკრონს ერთი სანთებელაც რომ შეეძინა ბიუჯეტის ხარჯზე, პასუხს მოსთხოვდა და თუ არ გააციმბირებდნენ, იმპიჩმენტს მაინც გამოუცხადებდნენ და საშვილიშვილოდ შეარწყვენდნენ. კანონია და ყველასთვის უნდა იყოს კანონიერი და მკაცრი. მეცაც ვიტყვი, პრეზიდენტისა და მთავრობის მეთაურებისთვის კანონი უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე ვთქვათ, ჩემთვის. მე რომ დავარღვიო კანონი, აუცილებლად უნდა დავისაჯო, მაგრამ ჩემ მიერ კანონის დარღვევა ქვეყნის იმიჯისა და ავტორიტეტისთვის არ იქნება ისეთი დამანგრეველი, როგორც ეს მთავრობის მეთაურის ქმედებებს შეიძლება მოყვეს. მაგალითისთვის სიტუაციის მოდელირება რომ მოახდინოთ. კოლმეურნემ სიტყვაზე მოიპარა კოლმეურნეობის ყანიდან სიმინდი. ეს საქციელი აუცილებლად დასატუქსია. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევაა და როდესაც კოლმეურნეობის თავმჯდომარე, კოლმეურნეობის ავტომობილით, კოლმეურნეობის საწვავით მიდის სტრიპტის კლუბში და მოცეკვავე ქალს გრძელყელიან წინდაში
კოლმეურნეობის სალაროდან აღებულ ფულს ჩურთავს, ეს უკვე სისტემური დანაშაულია, ეს ავტოკრატიზმი და ვოლუნტარიზმია და ვოლუნტარიზმს ჩვენ ვებრძვით. მოკლედ მგონი გასაგებად თქვი, რასაც გულისხმობდი. ის რაც შეიძლება ეპატიოს უბრალო მოქალაქეს, არ უნდა ეპატიებოდეს ქვეყნის პირველ პირს. ხშირად მესმის სისხლიან 9 წელს ეძახით მიშას მმართველობას და მხოლოდ პიჯაკების საქმე გამოუგეკეთ, მეტი ვერაფერი ნახეთო? და მე უპასუხებ, ვნახავთ. კიდევ ბევრ რამეს ვნახავთ. საპარლამენტო კომისიამ ახლა დაიწყო მუშაობა და მას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და თეა წულუკიანი ისეთია, თუ დაიჭირა, აღარ გაუშვებს ხელს. ასე რომ პიჯაკების გარდა წინდებს, პერანგებსა და თასმებსაც ამოუქეკავენ. ასე მგონია მე. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით.